მეგობრებო, ძალიან ჩვეულებრივად შემოგიერთდით. ეხლა თუ გესმით, ხმა უნდა დავაფიქსირო. წესით უნდა გესმოდეთ ხმა. ალბათ გაგიგიათ საკრალური საკითხების შესახებ. სოფო გამარჯობა. ხმა თუ ისმის კარგად მაინტერესებს. მიკროფონი კი მაქვს ხოლმე სულ თან მაქვს, მაგრამ მაინც ესე მირჩენია ხოლმე, რომ პირდაპირ ეთერში პირდაპირ ჩავერთო ხოლმე. მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ ვისაუბრებთ ახლა რომელი სიტყვა არის სწორედ ჩაკრალური თუ საკრალური საკითხები და რას ნიშნავს ეს საკრალური და ჩაკრალური საკითხები. როგორც მოგიხსენებათ, მე ვარ ქართული ენის ლაზარეს ენის აღმდგენი ერთ-ერთი პირი და ამ საკითხებს აღვადგენთ ჩვენ ჯგუფურად, მეგობრებო, სიდონის ჯგუფში. ესეთი ჯგუფი არის შექმნილი, რომელიც ჩემი ინიციატივით შეიქმნა და ქვია სიდონის ჯგუფი. ამ სიდონის ჯგუფში ჩვენ მართავთ ქართულ დასახიჭრებულ, გადაკეთებულ და გაფუჭებულ, დასუსტებულ ქართულ ზეპირსიტყვიერებას. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩაკრალური და საკრალური საკითხი არის ერთმანეთთან კავშირში. ან ერთი, ან მეორე სიტყვა უნდა ავირჩიოთ, რომელი იქნება სწორი და ეს უნდა დავადგინოთ ლაზარეს ენით. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავწეროთ სიტყვა საკრალი და შეგვიძლია დავწეროთ სიტყვა ჩაკრალი. ჩვენთან გამოიყოფა ჩაკრა, ჩაკ-ალი და საკრ-ალი. ალი ამავალი ცეცხლსასაზა სული, ვიცით რომ არის სული. ალი არის ის მამოქმედებელი ძალა, რომელშიც არის სული მოთავსებული, ხო? ესე იგი, საკრალი გაიყოფა საკრ-ალად, ან შეგვიძლია აქეთ გადმოვიტანოთ და უბრალოდ დავამატოთ ლი. ასევე შეგვიძლია ჩაკრალი გადმოვიტანოთ აქეთ და დავამატოთ მხოლოდ ლი. ანუ ლი გამოვაცალკევოთ. ლი იცით მეგობრებო, არის მე-40 ასობგერა და იწერება ასე, ნახეთ. აი ასე იწერება. მას შესადენმე ლი გამოიყო აი ამ სიტყვას და ვნახოთ აქ დარჩა საკრა და აქ დარჩა ჩაკრა. ჩაკრა არის 10 გვარი. თუმცა ზოგიერთი მცდარი გურო ამას ასწავლის მცდარად და გვეუბნება რომ ჩაკრა არის მხოლოდ 9. თუმცა ჩვენ ჩაკრალურში მეგობრებო, ჩაკრარულში, ხო? აი ჩაკრა რული მოთავსდა ორი სიტყვა ჩაკრა და რული, ანუ რაღაც მმართველი ძალა, ხო? რომელიც წესით აი ამ სიტყვაში იყო გაერთიანებული, ხო? საკრალური, ვითომ საკრალი, საკრალური. თუ ჩვენ ჩამოვიდანთ საკრა რულს, საკრა რულს, სიტყვა საკრა ქართულ ენაში ნაკლებად მოიძიება, მეგობრებო. თუმცა სიტყვა ჩაკრა მოიძიება ქართულ ენაში, ასევე უცხოურ ენებში. მოდი ვნახოთ
მოდი ვნახოთ თუ რას ნიშნავს რატომ არის 10 ჩაკრარული ველი და არა 9 ჩაკრარული ველი. თქვენ შეგიძლიათ L გადმოიტანოთ წინ და R გადაიტანოთ აქეთ. ეს არ ცვლის მეგობრებო, მაგრამ როდესაც ჩვენ ლურთან მივდივართ ხოლმე, მინდა გითხრათ, ამ სიტყვის ჩასწორებაც საჭიროა ქართულ ანბანში და ეს ნიშნავს rules და არა lures. რული არის მამოძრავებელი და მაბრუნი ძალა. მაგალითად, ჩვენ ამ საკითხში მოთავსებული გვაქვს 1, 2, 3, 4 და 5 ასობგერა ასომთავრულით და შეგვიძლია დავატრიალოთ. ჩამოკარით ხელი და დატრიალდება. ამ ტრიალის შემთხვევაში მეგობრებო მიიღება ტრიალი. 3 ალი. სწორედაც რომ 3 ალის მეშვეობით, ანუ 3-ების მეშვეობით, 3-ების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გამოვითვალოთ სხვადასხვა საკითხები. მაგალითად, ავიღოთ მატრიცა. მატრიცა არის 1-დან 9-მდე. ვიცით რომ 1-დან 9-მდე არის მატრიცა დღევანდელი მონაცემით. თუმცა მატრიცა რომ გავშალოთ და გადავიდეთ 3-4-ში, ხო? მატრიცა აუცილებლად უნდა შედგებოდეს 0-დან 1-მდე. მოდი ვნახოთ თუ რა იწერება 0-დან 1-მდე. 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. 0-დან 0-მდე მეგობრებო არის ერთი დიდი წრე. მაგალითად, ჩვენ რაში გვჭირდება ეს? როდესაც ჩვენ ვადგენთ მატრიცას, აი მაგალითად ასე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ეს არის 3-ების მატრიცა. 3 3-ზე. აქ არის 3-ების მატრიცა. თუმცა ჩვენ გვჭირდება 3-4-ის მატრიცა. ჩვენ რომ გამოვითვალოთ 3-4-ის მატრიცა, ამისათვის ჩვენ გვჭირდება 4 ველი. პირველი არის 3, 1, 2 და 3, მაგრამ არ იწყება თვლა 1-დან, არამედ წავშლით 3-ს და წინ ვუმატებთ 0-ს. აი აქ თქვენ მიიღეთ 369 ციფრი, რომელიც არის განვინ თან. ხო? განვითარება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება 3-4. დავიწყოთ 3-4-ის აღდგენა და ჩვენ ხედავთ 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ეს არის მეგობრებო ის მატრიცა, რომელიც ძველ კატეგორიას ან გაუშვია სივრცე. 3, ანუ ეს არის 3 4-ზე. და აქ უკვე ემატება 0 და 0, 3, 6, 9 ტესლას პრები ჩასწორდება 0-ით. ემატება 1 0. ერთის უთით მეგობრებო. ისმის მეგობრებო, ხმა თუ ისმის ისევ, დაუბრუნდით ხმაში. 3-4-ის განხილვა მეგობრებო ხდება 0-ით. ჩვენ აი აქ სამებაში მოვაკელით მეოთხე კომპონენტი 0, ამიტომ ჩვენ გამოვედით ჩვენი თავები თვითონ გამოვყარეთ სამებიდან. თუმცა ჩვენ აქ შეგვიძლია აღვადგინოთ სამება კი არა და 3-4 და დავამატოთ 0, 3, 6, 0-ის გარეშე არსად არ ვართ და არაფერში არ ვართ, იცოდეთ რა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება აუცილებლად მატრიცის აღდგენა 3-4-ის პრინციპით. მართალია, ძალიან ბევრი გურუ და მასწავლებელი დღეს ასწავლის ამას აბსოლუტურად სხვაგვარად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს
ახალი გურუები და მასწავლებლები მეგობრებო ცდილობენ მხოლოდ ადამიანების ერთი და იგივე ჩარჩოში ჩაჭერას და ნულის მოსპობას. მე შემიძლია დაგიპოსტოთ ჩემს გვერდზე, პირველ პინგვერდზე, სადაც ატვირთული არის ქართული ანბანი სხვადასხვა სურათების სახით. იმ ანბანში ერთ-ერთი ანბანი მონაცემით იწყება 0-დან. 0+1 არის 1 და ასე შემდეგ გრძელდება მე-40 ბგერამდე. შეგიძლიათ ეს ამოტვირთოთ და ამით იხელმძღვანელოთ და ჩვენ სწორედაც რომ სიდონში ამ საკითხზე საუბარმა მიგვიყვანა ძალიან სერიოზულ ამოცანის განტოლების ამოხსნამდე. მაგალითად დაისვა კითხვა, რა საჭიროა თუ კი ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ასობგერას 1 ემატება, 0 ჩავთვალოთ იმ საკითხში, ხო? და წარმოვჭერი ასეთი თეორია, რომ ეს საჭირო შეიძლება სულაც არ არის, მაგრამ თუ კი ჩვენ 1-ს მივუმატებთ 1-ს და მივიღებთ 2-ს, 2-ს მივუმატებთ 1-ს და მივიღებთ 3-ს და თითოეულ ასე ავალთ 40-მდე და ყველა ციფრს ემატება 1 ციფრი, რა დააშავა 1-მა, რომ არაფერი არ მიემატა და ის დგას ცალკე მარტო კუკუსავით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ კარგი მივუმატოთ 0 1-ს და 1 აღარ იდგება მარტო. 1 თავის თავიდან აღარ გამოწურავს მთელს ენერგიას, არამედ აიღებს 0-დან, მაგრამ რატომ გვჭირდება ეს 0 და რამ შექმნა ეს 0? ან რისთვის შეიქმნა ეს 0? დაისვა კითხვა. და სწორედაც რომ აქედან წამოვიდა სრულიად ახალი თეორია, რომ დიდი აფეთქების თეორია იცით თქვენ, როგორ და სად შეიძლება მომხდარიყო ეს დიდი აფეთქების თეორია, თუ არა 0 გახსნიდა თავის თავს და გატყორცნიდა ენერგიას, რომელიც იქნებოდა სწორი, რომელიც სიმრგვალიდან წარმოიქმნა გატყორცნილი ის არივით და ამას დაერქვა ერთიანი. შემდეგ ის გადაიზარდა ფორმებში, როგორიც არის 2-იანი, 3-იანი, 4-იანი, იმოგზაურა 9-მდე და კვლავ შეიკრა ერთ წრეზე. მაშასადამე ჩვენ გვჭირდება 0-დან 0-მდე 1 წრის დასრულება, რომ ვიყოთ სრულყოფილი. თუ 0-დან 0-მდე არ დავასრულებთ წრეს, აი ამას გულისხმობ მეგობრებო. თუ 0-დან 0-მდე არ დასრულდებოდა წრე, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით გაურკვეველ სივრცეში, რომელიც არსად არ არის აღბეჭდილი. ის მხოლოდ უსასრულოდ სვავს კითხვებს, რატომ შეიქმნა ის, რისთვის შეიქმნა ის და ასე შემდეგ. ეს იყო ჩვენი ახალი აღმოჩენა სიდონში, მეგობრებო, რომ 0 გავაცოცხლეთ, ანუ შემოვიტანეთ ისევ სივრცეში და წავედით ახალი წრის დასაწყისში, რომელსაც ქვია ნული. ჯერ სახელი არ დაგვირქვია მართალია, მაგრამ ვეძებ ახლა სახელს. თავისთავად ქვია ბრუნი, მაგრამ თვითონ ეს 0 პიროვნულია. აი, იცით როგორ არის? ხო იყო თავდაპირველად სიტყვა. და ჩვენ გვჭირდება პიროვნულობა, ხო? თუ ჩვენ 0-ს გამოვთიშავდით ამ მატრიციდან, მაშინ ჩვენ ვეღარ გვექნებოდა ეს სიტყვა პიროვნული და ვერ გავიგებდით თუ რას ნიშნავს. პიროვნული, ხო? პიროვნულობა იყო დაკარგული ერთი სიტყვით, ესე რომ ვთქვათ. პიროვნულობა, როდესაც დაკარგულია, ქრისტე პირდაპირ მნიშვნელობით მაგას გთხოვდა ჩვენ, რომ შენ თავში იმოგზაურე. გააღე პირი და მითხარი, ვინ ხარ შენ? შენ ვინ ხარ? პიროვნულობის წართმევა სად მოხდა? ვფიქრობ, რომ როდესაც 64-დან გამოაგდეს ადამიანი და რაღაც ძალას, რომელსაც ჩვენ ღმერთი დავარქვით, არ სჭირდებოდა ამ ძალას ერთი კიდევ თავისნაირის დანახვა იმ სივრცეში, ადამიანი ჯერ იმდენად ძლავრი ვერ იყო თავის თეორიაში,
რომ ღმერთს შეპასუხებოდა და ეთქვა მისთვის, რომ თუ კი შენ მე შემქმენი და ეს პიროვნულად ჩამოაყალიბე, მაშინ მეც პიროვნულად გეუბნები შენ, რომ ნული მეც მეკუთვნის. ნულის საკუთრება ჩვენიც არის. ხვდებით ხომ? რაღაც სივრცეს, რომელსაც არ სურდა თავისი შექმნილის, თავისი ქმნილების, თავისთან დატოვება, იმიტომ რომ რაღაცა პირობები დაუყენა, ამას არ შეჭამ, იმას შეჭამ და იქნები და ამას შეჭამ და არ იქნები, მაშინ კითხვა ჩნდება როგორც მოაზროვნე ადამიანში, რაში დასჭირდა ღმერთს იმის შექმნა, რასაც არ იცოდინებოდა იმდენი, რამდენიც თვითონ იცოდა. ხო? ანუ დაქვეითებული იქნებოდა მასზე. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოდის იმისთვის, რომ გვიწოდოს ძმები და დები, ხომ? ანუ არ არსებობს დაქვეითებული და აღმატებული მასზე, ჩვენ ვართ მისი თანასწორნი, მაშას ადამე ის ღმერთი, რომელმაც 64-დან გამოაგდო ადამი და ევა და ეს ღმერთი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ქრისტეს სახით, არ ემთხვევიან ერთმანეთს ამ არსში. ხო? ჩვენ გვანიჭებს ქრისტე პიროვნულობას, ის ღმერთი კი, რომელიც 64-დან გამოგვყარა, ან ადამი და ევა გამოაგდო, ის პიროვნულობას გვართმევს. რამე თუ არ სურს მას კიდევ ერთი თავისნაირი თავის სივრცეში იხილოს. სავარაუდოდ, მან განიცადა კონკურენცია ჩვენთან. მე გიტოვებთ სააზროვნო სივრცეთ იმ საკითხს, მოვიდა თუ არა თქვენს რეზონანსში, მიიღეთ თუ არა რეზონანსში ნულის არსი და შეიტანთ თუ არა ამ საკითხს განსახილველ თემად, მაშინ დამიწერეთ, რომ ეს აუცილებლად დასაფიქრებელი თემაა, გვინდა თუ არა 64-ში შესვლა, თუ ვიყოთ გარეწრის გარეთ, ანუ ნულის გარეთ. გარეწრები ვიყოთ, თუ შევიდეთ ახალ ნულში, სადაც უკვე ჩვენ ვიქნებით და გვერქმევა ქრისტეს მსგავსად ღანი მე ერთები. ხვდებით ხომ? ანუ როგორც უნიდან გამოდის გამოსასვლელი სივრცე უნიონიდან, აი კიდევ ერთხელ დაგიწერთ, მე არ მაქვს ბევრი დრო, მაგრამ ვეცდები აგერ გაგანათლოთ. უნი იწერება აი ესე, მეგობრებო. ნახეთ, უნი ასომთავრულში იწერება წრე და შემდეგ გამოსასვლელი კარი. შიგნით არის ვიე მოთავსებული, ეს არის კარი, რომელშიც უნდა შევიდეთ. თქვენზეა დამოკიდებული, მოინდომებთ თუ არა ამ უნიში შესვლას, თუ აი ამ უნის გარეთ არსებობას, რომელიც არის მოთავსებული 1-დან 9-მდე სივრცეში. მე პირადად მსურს ნულის სივრცეში შესვლა და ვაღიარებ, რომ ნული არსებობს, ნული არსებული სივრცეა და ეს ჩვენს მატრიცაშიც უნდა გამოვაჩინოთ. მადლობა ყურადღებისთვის, ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.